2008 წლის ომის დროს დონორთა მიერ გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით შესაძლოა გამოძიება დაიწყოს განცხადებას ამასთან დაკავშირებით ეკაბესელი აკეთებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე პროკურატურას საჩივრები უკვე გადაეგზავნა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა სამთავრობო კომისიას სწავლობს. სახლები, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაინგრა, ან დაზიანდა, დღემდე არ არის რეაბილიტირებული. წლებში მიღებული ძალიან დიდი ფინანსური დახმარება და გამოყოფილი თანხები, რომელიც აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო გამოყოფილი, ეს თანხები საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის მიზნობრივად გამოყენებული, არის გაფლანგული, აღმოჩენილია იგივე დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ძალიან სერიოზული დარღვევები, აღმოჩენილია გარკვეული საცავები, სადაც ინახებოდა ის ნივთები, რომელიც ეკუთვნოდა დევნილებს და არ იყო გადაცემული თავის დროზე, საკმაოდ დიდ დარღვევებზეა ფინანსურ დარღვევებზე საუბარი.